სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არის ღმერთი. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი გამოირჩევა თავისი თვისებით. არ არსებობს შეიძლება ჯგუფის ცალი იყოს, შეიძლება გარეგნულად გავდეს ერთმანეთს, მაგრამ ყველაფრით გამოირჩევა თავისი სულიერი და ფიზიკური თვისებებით. აი ჩვენ ქართველები გამოირჩევით იმით, რომ მორწმუნე იყო მუდამ ქართველი ადამიანი და არის. ქართველი ადამიანი ღვთისმოშიში იყო და დღესაც ღვთისმოშიშია. ებრაელები დაბრუნდნენ ისრაელში დიდი ნაწილი და ისინი მიამბობდნენ, რომ ვინც დაბრუნდა საქართველოდან, ყველაზე მორწმუნე დაბრუნდა. ეს გასაგებიცა ღვთისმშობლის წილხედრია და დაუცველი ბუნება და დაუცველი სადადა ქვეყანა საქართველოსი. მაგრამ კიდევ ერთი განსხვავება იყო, ამით გამოირჩეოდა ქართველი ადამიანი, რომ უყვარდა შრომა, უყვარდა მეცნიერება. აი ამიტომა, რომ დავით აღმაშენებელმა როცა გახსნა გელათის აკადემია, თქვა, რომ ეს უნდა იყოს ახალი ათენი თავისი მეცნიერებით და მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებით. აი ამიტომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მეცნიერებას. მეცნიერება გადაარჩენს ჩვენს ხალხს და თუ ჩვენ მეცნიერება დავხარგეთ, დავივიწყეთ, დაიღუპება ქართველი ხალხი. მეცნიერება ბევრ რამეს აკეთებს ჩვენში, სulis ადამიანს, ადამიანის ბუნებას, ადამიანის ხასიათს. ადამიანი თუ განათლებულია, ის მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის წინაშე, სამშობლოს წინაშე, ოჯახის წინაშე. საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოირჩეოდა იმით, რომ ყველაზე ბევრი ახალგაზრდობა იყო უმაღლესი ცოდნით. და დღესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს მეცნიერებზე, ჩვენს მეცნიერების განვითარებაზე. ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, რომ ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის მოყვარე და რაღაც ჭამასმის მოყვარე. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ჩვენს ინტელექტუალურ სიმაღლეზე.
აბა ჩამოვთვალოთ რამდენი მეცნიერი ყავდა ჩვენ და ერთ-ერთი მათგანი იყო დიმიტრი უზნაძე. დიმიტრი უზნაძე დიდი ფსიქოლოგი, დიდი მეცნიერი. მან დატოვა აღმოაჩინა უბრალოდ უდიდესი აღმოჩენა. ეს არის განწყობის თეორია. არაფერი არ კეთდება თუ წინასწარ განწყობა არ ეხება ადამიანს. უნდა იფიქროს, უნდა აწონდაწონოს, რისთვის აკეთებს, რას აკეთებს ადამიანი. აი ჩვენთან ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, რაღაცას ვაშენებთ და მერე ასაღები ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ გავიაზრეთ საჭირო იყო ეს თუ არა საქართველოსთვის, ესა თუ ის მშენებლობა თუ საქმე. აი ამიტომ უნდა განეწყოს ადამიანი ამა თუ იმ საქმისთვის, უნდა ანალიტიკური აზროვნება გამოიყენოს ადამიანმა, რომ განსაჯოს რამდენად საჭიროა ეს, რამდენად გამოადგება ჩვენ შვილებს და მომავალ თაობებს. როცა რას მივაკეთებთ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მარტო ის, რომ მე მომწონს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, გამოადგება თუ არა მომავალში ჩვენ შვილებს და შვილთა შვილებს. საჭირო იქნება თუ არა. მე ვფიქრობ, რომ თან ვფიქრობთ უკვე ამაზე და აი ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ვიფიქროთ უფრო მეტად შრომაზე. როცა შრომაზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური შრომა, ეს არის სულიერი შრომა, ლოცვა, მარხვა, მოღვაწეობა, ეს არის ინტელექტუალური შრომა, როცა ადამიანი მეცნიერებაში ერკვევა და მუშაობს. ეს არის ფიზიკური შრომა. აი ამიტომ მე მინდა მოგცეთ ასეთი დავალება. განწყობა შრომისათვის. აი როგორ წარმოგიდგენთ თქვენ განწყობის თეორია, უზნაძის განწყობის თეორია, როგორ შეიძლება იყოს ეს შრომასთან მიმართებით. რა უნდა იფიქროს, რა უნდა დაგეგმოს ადამიანმა, რომ ეს განწყობა შეიქმნას. თუ განწყობა არ იქნება, არაფერი არ გამოვა. აი მაგალითად, მე არაერთხელ მithქვავს და შეგახსენებთ საბავშვო ბაღი. იქ მაგალითად გოგონები ირჩევენ თოჯინებს. ერთი აირჩევს ერთსა, მეორე აირჩევს 5-სა, 7-სა, მეტსა. უკვე იქმნება განწყობა და როცა გაიზრდებიან,
იმდენი შვილები ეყოლება იმ ბავშვსა, ყოფილ ბავშვსა, რამდენი თოჯინებიც აერჩია ბავშვობაში. აი ამიტომ განწყობის თეორიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და მე უფრო მეცაც გეტყვით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავდგათ ძეგლი განწყობის თეორიისა, იმიტომ რომ უცხოეთში უკვე ფიქრობენ, ძალიან აქტიურად ფიქრობენ ამ განწყობის თეორიის შესახებ და შეიძლება ეს იმათ დაგვასწრონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება, როგორ შეიძლება გამოვხატოთ, გამოვსახოთ აი ეს განწყობის თეორია საქმეში. განწყობის თეორია როგორღაც აბსტრაქტულად წარმოგვიდგენიათ ჩვენ, როგორღაც ვერ მიწიერ საქმიანობაში ვერ ხედავთ ამ განწყობის თეორიას. აი ამიტომ უნდა ჩამოიყვანს, სადღაც ღრუბლებშია ეს განწყობის თეორია და ჩვენ ვერ ხედავთ, როგორ გამოიყენოთ საქმიანობაში. და აი ამიტომ გეძლევა თქვენ ლოცვა კურთხევა ერთი კვირით. როგორ წარმოგიდგენიათ განწყობის თეორია შრომასთან დაკავშირებით? რა უნდა ვიფიქროთ, რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის, რომ განწყობა შეექმნას ადამიანს ან სულიერი, ან ინტელექტუალური, ან ფიზიკური შრომისათვის. როცა ვშრომობთ ჩვენ, ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ აი დავიღალე და უნდა ეხლა დავისვენო. წამოვწვევით და მთელი დღე ძილში ვარ და უსაქმობაში. მეცნიერები და დიდი ადამიანები ასე არ აკეთებენ. ისინი გადადიან ერთი საქმიდან მეორე საქმეზე. მაგალითად, წიგნებზე მუშაობს ადამიანი, მერე ბაღში გავა და ბაღში ბარავს ან რაღაცას აკეთებს. ეს უკვე დასვენებაა მისთვის. აი შრომის შეცვლა უკვე ასვენებს ადამიანს. ესე თქვენ გაიგეთ, ჯერ კარგად წაიკითხეთ განწყობის თეორია უზნაძისა და როგორ შეიძლება განვაწყოთ ადამიანები შრომისათვის. აი ეს შრომა მჭირდება. ეს შეიძლება ერთი ორი გვერდი იყოს, ან შეიძლება ერთ გვერდზეც დაეტიოს, მაგრამ ძალიან დაფიქრებულად და ძალიან ღრმად უნდა გაანალიზოთ განწყობა, როგორ უნდა შეიქმნას განწყობა იმისათვის, რომ ჩვენ ვიშრომოთ. აი მე გეტყვით, საქმე იმაშია, რომ ჩვენი წინაპრები ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიწა ჰქონოდა, ერთი დღის სახნავსათესი ყოფილიყო. ეხლა მიწაც აქვს, მიწა დაურიგა მთავრობამ და აცდენენ მიწას. არ ამუშავებენ მიწას. აი თუნდაც ავიღოთ ყაზბეგის რაიონი, ეს არის
საუკეთესო ნიადაგი კარტოფილისათვის. ისეთი კარტოფილი მოდის და იმდენი რომ მთელ საქართველოს ეყოფა. და ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მთელი წელიწადი გაცდენილი მიწა და არ ამუშავებენ მიწას. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგვიხსნას გონება და გული, რათა გავიგოთ რა არის განწყობის თეორია. ამინ. დღეს მინდა დავაჯილდოვო დეკანოზი გიორგი გუგენიშვილი მიტრის სტარების უფლებით ახსიოს Axios შეგახსენებთ, რომ ხვალ არის ნინოობა, წმინდა ნინოს დღესასწაული. დღეს საღამოს 6 საათზე დაიწყება ლოცვა სიონში. სიონში თქვენიცი წმინდა ნინოს ჯვარია და წირვა ლოცვა იქ იქნება დღესაც და ხვალაც. 6 საათზე, ახლა რადგან უკვე დროა დღეზე მეტია, ამიტომ დაისვენეთ და 6 საათისთვის დაიწყება ლოცვა. და ხვალ 10 საათზე დაიწყება წირვა, ისევ სიონში. და მე თვითონ ღვთისმადლით მივიღებ მონაწილეობას. იქნება გამოსვენებული წმინდა ნინოს ჯვარი. ჩვენთან არის ღმერთი.